დედამიწაზე არსებული სიცოცხლის სხვადასხვა ფორმების, მათ შორის ბაქტერიების, მცენარეებისა და ცხოველების კოლექტიურმა აქტიურობამ დედამიწა გააცოცხლა. და თუ ეს მართლაც ასეა, შეიძლება მას საკუთარი გონი ჰქონდეს. დედამიწაზე იმდენად ორგანიზებულად მიმდინარეობს ყველა პროცესი, რომ მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს გარკვეული მოსაზრება, ერთგვარი ჰიპოთეტური დასკვნა, რომლის მიხედვითაც ჩვენი პლანეტა აზროვნებს. იმისათვის, რომ როგორც სახეობა გადავრჩეთ, დედამიწაზე საერთო ძალებით უნდა ვიზრუნოთ და ამაში ჩვენი ერთობლივი ცნობიერება ჩავრთოთ. მეცნიერები 4 საფეხურს გამოყოფენ იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს პლანეტურმა გონმა ჩვენი მომავალი. უმწიფარი ბიოსფერო, განვითარებული ბიოსფერო, უმწიფარი ტექნოსფერო და განვითარებული ტექნოსფერო. $1,000,000-იანი კითხვაა, თუ როგორ გამოიყურება პლანეტური გონი და რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში. რადგან ჯერ არ ვიცით, როგორ გადავინაცვლოთ განვითარებული ტექნოსფეროს საფეხურზე. ასეთი კომპლექსური სისტემის შემადგენელი თითოეული ნაწილი სხვებთან ისე უნდა ურთიერთქმედებდეს, რომ გლობალური პროცესები სწორედ ამაზე იყოს დამოკიდებული. აღნიშნული საკითხის გამოკვლევა არა მხოლოდ დედამიწის მომავლის გარკვევაში, არამედ არამიწიერი ცივილიზაციებისკენ გზის გაკვალვაშიც დაგვეხმარება.